გახარეს თემით მინდოდა დამეწყო, მაგრამ ამასობაში სააკაშვილის ამბავი წამოგვეწია. თქვენ შეგიძლიათ რაიმეს დაუკავშიროთ, რა მოხდა? რატომ დააბრუნეს მაინც და მაინც ახლა? მარტივია. გამარჯობა, მივესალმები პირველ რიგში მაყურებელს, მადლობა ინტერესისთვის. ძალიან მარტივია. ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილ მონებს იჭერენ და ციხეში სვამენ. და ქართული ოცნების წევრებს უჩნდებათ ჯერ მარტო კითხვა, რომ ეს ხალხი რო ციხეში ჯუანშერ ბურჭულაძე, ეს ქვარები და სახელები ბოდიში, მაგრამ მაგაცაც ვერ ვიმახსოვრებ, აგერ ღარიბაშვილს რაც ემუქრება და ასე შემდეგ, ხო? ის რატო არის, ანუ იგივე ესეც რაღაც ბრალი რო წაუყენა კიდე დამატებითი საბოტაჟის თუ ასე შემდეგ, ხო? რეალურად ქართული ოცნების რიგებში ეხა არის პანიკა. ჩვეულებრივი პანიკა. რეალურად ოპოზიციის წევრებს ნაკლებად ეშინიათ დღეს დაჭერის, იმიტომ რომ მიჩვეულები არიან, ახლა 13 წელია იჭერენ, ხო? და ვიდრე ქართული ოცნების ყურმოჭრილი მონები, რომლებიც აი ახლა ის კაცი რომ დაიჭირეს ის კრისტალის კაცი. ეგეთი რამე წარმოგიდგენია ემა, რომ სათხილამურო ტრასა გავჭრა, ისე რომ სისტემასთან ეს ყველაფერი დალაგებული არ ქონდეს, ან საბაგი რო გავაბა, მესმის რომ რაღაცა ჩემაგარაკ სართული დავაშენო და აი სათხილამურო ტრასა და მე მთავრობა ჩამოვიდეს ტაში მიკრა ოლიმპიადა ჩაატაროს, არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სისტემაში არ არსებობს წესები. ერთადერთი წესი, რაც არსებობს ამ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სასამართლო, არის რომ პერსონალური არხით დალაგებული იყო ბიძინა ივანიშვილთან. სისტემასთან, რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. რა წუთში შენს არხს ღარიბაშვილი იქნება ეს, ლილუაშვილი იქნება თუ კობახიძე ხვალზე, ხო? აერევა ბიძინა ივანიშვილთან და ბიძინა ივანიშვილი მას მოღალატედ ჩათვლის, ხო? შენ შეგეხება ზუსტად ისეთივე უსამართლო სასამართლო, რაც შეეხო თავის დროზე ვანო მერაბიშვილს, რაც შეეხო თავის დროზე მიშა სააკაშვილს. ანუ ეს ყველაფერი ახლა მათ შორის მიშას ციხეში გადაყვანაც ემსახურება ამ ოფიციალური მიზეზის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არათუ მჯერა, ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და ის ძალიან ბევრ ნაბიჯს გამდა იმისთვის, რომ თავი გაეთავისუფლებინა ციხიდან, შიმშილობიდან დაწყებული. შიმშილობა თვითონ ქონდა გამოცხადებული. აბა მე ხო არ მქონდა გამოცხადებული. ეხა ხო აღარ შიმშილობს, ხო? რა ბოდიში, მაგრამ ხა ამ რაღაცა ფანტაზიორობის ვისაც ჯერა, მე იმის გონებრივ მონაცემებს პატივს არ ვცემ და usindisod მივიჩნევ, ხო? გადაურჩა სააკაშვილი პუტინის მოწამლას და აი უკრაინაში ვერ იპოვა და ეხა ღარიბაშვილს გომელაურებს და ვიღაცებს. არაფერი, ანუ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ზუსტად ისე, როგორც გაგიკვირდებათ, რასაც ვიტყვი, მაგრამ ღარიბაშვილიც იქნება პოლიტიკური პატიმარი. იმიტომ რომ არც ერთის და არც მეორის დაკავების მოტივი დანაშაულის აღკვეთა არ ყოფილა. ორივე შემთხვევაში მოტივი იყო პოლიტიკური. ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს კაცი პოლიტიკურ წინააღმდეგობას წევდა და ეს ღარიბაშვილსვე აქ აღიარებული პოლიტიკიდან რო წასულიყო არ დავიჭერდითო, ღარიბაშვილი პოლიტიკას არც კი გაკარებია, ბიძინას კეთილგანწყობა დაკარგა თუ არა წავიდა, მაგრამ იმის გამო რომ ბიძინას ის მოღალატედ ეჩვენება და მოღალატედ თulis, ხო? და ესეც რაც ხდება მოღალატედ რო თulis ბიძინა ღარიბაშვილს. ესეც ხო ნორმალურია ხალხო, ეს არის ავტოკრატიის ბუნება. რატო აკეთებსო ბიძინა ამასო და რატო თავის ყურმოჭრილ მონებს ამას რატო უკეთებსო და იმიტომ უკეთებს რომ ავტოკრატიის ბუნება არის ესეთი. რატომაც სეფსისი რო გაქვს სისხლი გაწამლება და კვდები, ზუსტად იგივე ემართება ავტოკრატიას, როცა გარშემო ჯერ ქართველი ხალხი და მერე დასავლეთი უქმნის ისეთ კრიზისს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ფულს კარგავს. მისი ყურმოჭრილი მონები, რომლებიც არარაობები იყვნენ ბიძინა ივანიშვილმა რომ მოათრია, მდიდრდებიან, გავლენა ემატებათ და სანქცირებულებიც არ არიან. ამიტომ იწყება ეჭვიანობა და შემდეგ უკვე ყველას ადგება. პრივილეგია რატო შეუზღუდეს თქო ახლა სააკაშვილს? იმიტომ რომ ქოცებთან იმართლონ თავი ეხა კობახიძე და მდინარაძე სიტუაცია აქვს დასაჭერი. და როგორ დაიჭირონ კაცო ლალი მოროშკინა გამოვარდა და რიგრიგობით მაინც ქენით ამის დედავატირეო ყვირის. ნინ შეხედეთ ისინი მთავარი სპიკერები რა დღეში არიან. მართლა საგიჟეთი ტრიალებს თვითონ თან ანუ მეწოდებიან რაღაც თვალსაზრისით. იცით რატო? იმიტომ რომ სისტემასთან დალაგებულად იქცეოდნენ ისე როგორც იქცეოდნენ. ანუ მათ მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული, ანუ ისინი არ გრძნობდნენ თამაშის შეთანხმებული თამაშის წესებით თამაშობდნენ და უცებ აღმოაჩინეს რომ ეს იყო აკრძალული. ამის გამო ისჯებიან, თორე ეს კი არ აღმოაჩინეს რომ აკრძალული იყო. ამის გამო ისჯებიან, რაც თავის დროზე იყო ნებადართული. ცხადია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა დაკარგეს, იმიტომ რომ ლალუაემო, ანუ აი ჩვეულებრივად კანონი არის ბიძინა ივანიშვილი. თუ ის გიღიმის, კანონიც გიღიმის, თუ ის გებღვირება, კანონიც გიბღვერს და ხვდები მის დილეგში.
და აი ეს უნდა მოიშალოს ხალხო, აი ეს არის ჩამოსაშლელი, იმიტომ რომ ეს არ გვეხება მარტო ჩვენ, მე სულ მახსენდება რა იცი, აი წინა ხელისუფლების მოძულეებს რიგ შემთხვევაში ძალიან სამართლიანად რომ ვეუბნებოდი რომ არ შეიძლება ვანო მერაბიშვილის მიმართ რომ ესეთ რამეს უშვებთ რომ ფარცხალაძემ შეიძლება თავზე ტომარა წამოაცვას და აქეთ იქით ათრიოზე არც გამოიძიო ეს ამბავი და თუ ვანო მერაბიშვილს არ ექნება სამართლიანი სასამართლო ეს უსამართლო სასამართლო თქვენს კართანაც დაიჩოქებს იმიტომ რომ ეს არ იქნება უსამართლო მარტო ჩემთვის რეჟიმის მოწინააღმდეგისთვის ეს შეეხება რიგით მოქალაქეს ეს შეეხება რეჟიმის მომხრეს ყურმოჭრილ მონას რაც უჩიც ბიძინა ივანიშვილს მოელანდება რომ იმან უღალატა ან იმან საკმარისი თავდადება არ გამოიჩინა რაღაც კონკრეტულ მომენტში თქვენ თქვით რომ აი გაგიკურდებაო და ეს ღარიბაშვილის პოლიტიკური პატიმარიაო და თქვენში არ თქვით არ ვიცი პირველად იქნება ჩემს ეთერში თუ სხვაგანაც თქვით გახარიაში არ თქვით თემოდან გამოწერილი კოცი და ახლაც არ გჯერათ რომ გახარია არ არის ასე ვთქვათ თემოდან გამოწერილი ღარიბაშვილი კოცი არ არის გახარიაც კოცია ღარიბაშვილის როგორ არის კოცი ორი სისხლის სამართლის ღარიბაშვილი კოცი არ არის ანუ რას მეუბნები ღარიბაშვილი მილიონიანი გირაო სანასვლოდ გამოვიდა და აგრე გახარია ქვეყნიდან არის გასული საერთოდ რატო გაუშვეს ხომ ჯერ ხო არ ვიცით როგორ გაგზავნება კაცო ამას რა ლოგიკას აყენებ ანუ ბიძინა ივანიშვილი როგორ მოგექცევა იმის მიხედვით წყდება შენ ვინა ხარ არ წყდება ბიძინა ივანიშვილი როგორ მოგიქცევა იმის მიხედვით შენ ვიხარ ყურმოჭრილი მონა ღარიბაშვილი დღემდე ცოლი დღემდე აშიარებს cover ფოტოთ ისინი უყენია Facebook-ზე როგორ ეხუტება ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილს როგორ აქვს ხელი გადახვეული მზად არიან ფეხები დაუკოცნონ კოცები არიან აბარა არიან მაგრამ პარტია შევიდა პარლამენტში ისინი გასაუქმებელი პარტიების სიაში არ შეიყვანეს ანუ ყველა ღარიბაშვილის გახარიას პარტია ბოდიში ამერია ხო და ამიტომ არსებობდა მოლოდინი რომ შეიძლებოდა კაცო ამ კაცისთვის საერთოდ ქვეყანაში შესაძლებლობა მიეცათ არ მინახავთ ხო რაციონალიზაციას მორჩით იმისი რაც ხდება წარმოიდგინეთ ანუ ჩათვალეთ რომ სეფსისი აქვს სისტემას და ეს ხდება, ეხლა ხდება სისხლის სამართლის ბრალის სროლა ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანობს თავისებზე, ჭამს თავის ნაშიერებს, ამათ სჭირდებათ სიტუაციის დაჭერა, რომ შიგნით არ ჩამოეშალოთ ყველაფერი და ვითომ ძალიან მაგარ ფორმაში არიან და ამათაც დევნიან. ამას აკეთებს. არანაირი გარიგება ბიძინა ივანიშვილთან არ გამოვა. არანაირი შერიგება ბიძინა ივანიშვილთან გახარიას არ გამოვა, იმიტომ რომ არ ანაღლებს ბიძინა ივანიშვილს ეგ. არ სჭირდება მოღალატები იმ კონდიციაშია მე ნანახი მაქვს ხალხო ეგ. ბიძინა ივანიშვილი, როდესაც პოლიტიკაში გამოჩნდა, მიშა სააკაშვილმა ეს კრიზისად აღიქვა, დაიწყო ეჭვიანობა ვანო მერაბიშვილზე, რომელიც რაღაცა კონტაქტ პერსონად მიაჩნდა მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან, მიუშვა ზედა ხალაიები და ძირი გამოუთხარა თავისივე სისტემას. იმიტომ რომ არ არსებობდა შემაკავებლები, არ არსებობდა გაწონასწორების მექანიზმები და მიშას ჰქონდა კარტ ბლანში რომ ეკეთებინა ის რაც უნდოდა და ისეთ მსხვილ ფიგურას როგორც ვანო მერაბიშვილია მოქცეოდა ისე როგორც უნდოდა. აქედან იქ გადაეყვანა, იქიდან აქ გადმოეყვანა მე. ახალაიებს გააკეთა ეს ყველაფერი. ახალაიები იყო მისი მოკავშირე, ანუ წინააღმდეგ ისინი აქცია მის მოკავშირე. სხვათაშორის უკრაინიდან ქონდა ჩართვა, ნათქვამი აქვს რომ საერთოდ არ იცნობდა ახალაიებს. ხო, ნუ ეს კომიკურია, ხო? ეს რა ქვია, მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ანუ ჩვეულებრივი, ანუ მე სისტემურ მაგალითად მომყავს, ეხლა რაღა დროს მიშა და ახალაიებია, ხო? მაგრამ სისტემურ მაგალითად მომყავს, იმიტომ რომ როგორც იქ მოხდა ეს ყველაფერი, თან იმ სისტემას შემაკავებელი ქონდა დასავლეთის სახით. ანუ მიშა ვერ გადაახტებოდა დასავლეთს და ვერც გადაახტა. მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილს ეგ შემაკავებელიც არა აქვს, ბუნებრივია რაც ხდება. არ ვიცი, აი დამიწერია 2013-ში დამიწერია ამის შესახებ, რომ თუ ეს გზა აირჩია და დამაბალანსებელი არ ყავდა პირველივე კრიზისის დროს ჩამოიშლება. სამწუხაროდ ოპოზიციამ დაიმართა თავის თავზე ისეთი რამე და სააკაშვილმა დამართა თავის თავს, რომ პირველივე კრიზისის დროს არ ჩამოიშალა და გაგვიგრძელდა გზა. მაგრამ პროცესი რო შენელდა ის ამით არ გაჩერებულა, ეს პროცესი გრძელდება და აი ეს ქუჩაში რო ვდგევართ, რას ვაკეთებთო? ქუჩაში დგომა მაგას აკეთებს ზუსტად. და აი ეს პროტესტი, ანუ კრიზისის ერთი აგურია, რომელსაც ემატება დასავლეთის პოლიტიკა და დასავლეთის სანქციები და აი ესე ჭამს რეჟიმი საკუთარ თავზე, ჩვენ აქეთ ამ ხარეს გვჭირდება ოდნავ უკეთესი ორგანიზება, დემოკრატიული ალტერნატივის გამოკვეთა და ჩვენება და ჩამოშლება. რა გახდა ეს ორგანიზება ბოლოს და ბოლოს? ანუ ხო და აი რა ტიპის ორგანიზების პრობლემა დგას და ვისი მხრიდან ჩვენი პრობლემა რომ ანუ დემოკრატიული ძალების
მხოლოდ რეჟიმი არ არის. ჩვენი პრობლემა ისიც ხო არის, რომ ჩვენ რიგებში, ანუ წინააღმდეგობის რიგებში დემოკრატიული ძალების მხარდამხარ იბრძვიან ავტოკრატები, რომლებიც თქვიან, რომ ზემოდან ქვემოთ თვითონ უნდა დაგვიკვეთონ მუსიკა, როდესაც ჩვენ აქციას მართავთ, თავზე ანკესებით უნდა გვიგვიტანონ და გვიფრიალონ მათი ბელადის ხატები, რომელიც დაწერილია. ყველამ პასუხი აგოს თავის ამომრჩეველთან. მე თავს მიშისტებს არ ვაწონებ. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ამომრჩეველთან, რომელსაც დემოკრატიაზე რო ველაპარაკები, ვერ დავაჯერებ და დამაჯერებელი არ ვიქნები, თუ იმას ბიძინას მოუგებ მეთქი, მაგას დავიჯერებ, თავიდან რომ სააკაშვილის ის რო თავზე რომ აფხატავენ, რაღაც დროშას ის 6-2 ვერ მომიგერიებია? ანუ სულელი კი არ არის ჩემი ამორჩეველი. რომ თუ მე ამას ვიტან აი ამ ბულინგს ვოზდუხობშის რომ თავზე სხვა პარტიის ბელადის რაღაცებს მაფხატავენ და მე ამასაც ვერ ვიშორებ, გვერდიდან ბიძინას მოვიშორებ? რა სისულელია? ანუ ავტოკრატია ჩვენგანაც გასატანია. და თუ ახლა, ავიცი, ამ საქმეში მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ ემა. ამ საქმეში არსებობს ინტერესები. ამ ჩვენი ინტერესია რომ დემოკრატიული ძალები გავაერთიანოთ. თუ სააკაშვილი უცებ გადაწყვეტს რომ გამოჯანსაღდეს, რეალობა მიიღოს, რომელსაც ის უარყოფს. დღემდე უარყოფს რეალობას, სადაც ის არ არის ერის მამა და საყოველთაო ლიდერი და აღარ ყავს მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი და ასე შემდეგ. ხო, ამბობთ, მე გვერდზე გავიწევიო, საერთოდ. ეს ყველაფერი ხო ტყუი, ყველაფერი ამსახურება. ერთადერთი რაზეც სააკაშვილი ფიქრობს, არის რომ სიტუაცია დააბრუნოს 2012 წლამდე პერიოდში, სადაც თვითონ ექნება აბსოლუტური ძალაუფლება და გააკეთებს იმას, რაც უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია რომ მას ეს დამართოს და მარტო ვერ გააკეთებს ამას, თამარ. თქვენ თვითონვე ამბობთ ოპოზიციის განაჩენად იანიშვილი მარტო კობახიძით და მდინარაძით შეინარჩუნებს ძალაუფლებას? ვერ შეინარჩუნებს. მაგრამ როდესაც ავტოკრატი ხარ, როდესაც ერთი კაცის ძალაუფლებისკენ მიისწრაფი, შენ ავტომატურად გემართება ესეთი რაღაც, ანუ სისტემურად გემართება. აი, როგორ თქვა, ექიმები გაიგებენ რაღაცა დაავადება რო გჭირს, იქ შენზე არ არის დამოკიდებული რაღაცეები სისტემურად ხდება. და იგივე ხდება აქაც. ერთი კაცის ბატონობაზე ჩამოკიდებული სახელმწიფო ერთი რო აუქმებს საერთოდ მოქალაქეობას. ანულებს ყველას, ანუ წონა აღარავის აღარ აქვს საერთოდ, არც სიცოცხლეს აღარავისას აღარ აქვს ფასი. ანუ ყველაფერი მთელი სისტემა იმსახურება. ან მარტივ მაგალითს მოგიყვან. ეხა ხდება რა, რომ 1700 ბავშვი არის რეგისტრირებული, ინსულინ დამოკიდებული, დიაბეტის მქონე. ეს ბავშვები დგანან საფრთხის წინაშე, რომ ინსულინი ვეღარ მიიღონ, იმიტომ რომ სახელმწიფომ რაღაც სწორად ვერ დაგეგმა. გასაგებია რომ სახელმწიფო სადაც არის ჩარეული ყოველთვის ხდება ესეთი რაღაცები, მაგრამ ეს რატო ხდება? აი რატო ხდება, რომ არავინ არ ფიქრობს იმ 570,000 საჯარო სკოლის მოსწავლის ოცნებაზე, რომელსაც უნდა უცხოეთში სწავლა და განათლების მიღება. იმიტომ რომ ყველაფერი ფოკუსირებულია. ამისთვის შევედითო პარლამენტში, სხვა შორს ამას ამბობდა აგერ ვიკა ფილფანი, გახარიას პარტიის დეპუტატი. ვინც მოექსაკენ კი დაუღარეთ, ვინც ჭამს თქო, უკვე მე მგონი აღარავინ აღარ. აი დღეს ბიუჯეტის განხილვასაც იმ დროს, როდესაც გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი ბრალი წარდგენა ხდებოდა, ისინი ჯიუტად ისხდნენ და უსმენდნენ. პარლამენტში შევიდნენ, იმიტომ რომ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ. პროტესტის არც მათ ბელაც არ გააჩნია. პროტესტის არ დაიჯერეს. ბელადი გაექცათ. ეს ხალხი აქ უპატრონოდ დარჩა და რაღაც ხო უნდა იკეთებინათ და ადგა და შევიდნენ ეს ხალხი პარლამენტში და ასე დააბინავა. აწ იქ რაღაცა ტრიბუნიდან რასაც შეძლებს ვიკა ფილფანი, გახარიას მის წინაშე უკვე მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა მისი წონით, აგერ ხალი პარლამენტში შეიყვანა. ეს იყო და ეს. არანაირი ბიძინასთან გარიგება. არაფერი საერთოდ არ არსებობს. არსებობს ის, რომ ამას ყავდა აკიდებული ვიღაც აპარატჩიკები, რომლებიც სადღაც უნდა დაებინავებინ და მას შემდეგ რაც გაიქცა და მას შემდეგ რაც საერთოდ ვერ დაინახა ეს პროტესტი სად შეიძლება წავიდეს. ვერ ხედავთ. თქვენ ფიქრობთ რომ დამთავრდა გახარია როგორც პოლიტიკური ლიდერი? გასაკვირველია, გახარია როგორც პოლიტიკური ლიდერი დასრულებულია, მისი პარტიაც დასრულებულია, შეიძლება სახელმა და იმან წამოიმასაქნას ახლა წამოიტივტივოს, მაგრამ როგორც პოლიტიკური ძალა გახარია საერთაშორისო ძებნა მასზე არ გამოცხადდება. სრულიად განადგურებულია, შეიძლება გამოცხადდეს ოღონდ ბაჩილაშვილისგან თუ ბაჩალეიშვილი, რა გვარია ბაჩიაშვილისგან. განსხვავებით გერმანიასთან ვერ მოიტაცებენ გახარიას, ისეთ სახელმწიფოშია, მას მე მგონი პასპორტის პრობლემა ქონდა ევროპაში, იმიტომ ვერ გავიქცა და მოუწია წასვლა იქსა და წავიდა და გახარიას შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება ბიძინას, რომ ეხა ამ ქვეყანაში ვინმე გადმოსცეს. ანუ გახარია უსაფრთხოდ იქნება იქ, სადაც იქ არის.
მისი პარტია ინერციით გააგრძელებს არსებობას პარლამენტში და არაფერი ოცნების სასაცილო იქნება, ჩვეულებრივად სისტემურ ოპოზიციათაც კი ვერ ჩამოყალიბდება, მაგის შესაძლებლობასაც კი არ მისცემს ბიძინა. უბრალოდ იქნებიან იქამდე, სადაც იქნებიან მილევად რეჟიმში, რაც შეეხება იმას, რასაც მიშა სააკაშვილის მიმართ, გახარიას მიმართ, დანარჩენი ოპოზიციური ლიდერების მიმართ აკეთებს, ეს არის უბრალოდ ახლა უკვე ქართული ოცნების წინაშე, მხარდამჭერების წინაშე, სტატუს კო ლოიალისტების წინაშე თავის მართლება, რომ მარტო თქვენ კი არ გტისკავთ ბატონი ბიძინა, აგერ ნახე ნაცები და მოღალატეები, სხვა მოღალატეებიც რა დღეში ყავთ. ხო, ანუ ეხა იგივე ისიც ხო არის რაღაცა ლეგიტიმაცია ჭირდება ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმსაც კი, ანუ მისი ნება უნდა სრულდებოდეს. არა, გატისკოც არის და გატისკოც ეხა 4-დან 9 წლამდე ემუქრებათ ახალი ბრალით, აი 8 პოლიტიკოს ეხა ზურა ჯაფარიძემ მოიწერა ციხიდან და თქვა რომ როდესაც ეს პირველი ვადა მოიწურება პატიმრობის არსად არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას და თუ მომისჯიან კიდევ დაბრუნდებით ციხეში. სწორად ხედავს ზურა იმას, რომ ამას სისუსტისგან აკეთებს რეჟიმი. ეხა ზურა ოპოზიციაში არის, ხელისუფლებაში არც ყოფილა, ხო? ნაციონალურ მოძრაობის სიაში როცა მოხდა, წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ ის არჩევნები. და მას მერე უყურებს, ხო? ეხა და დინამიკა შეუძლია დააკვირდეს, ხა. ძლიერების პიკში როცა იყო ბიძინა, მაშინ არ უქნია ეგეთი გიჟობები და ეხა რატო შვება? ეხა იმიტომ შვება, როცა დასუსტებულია, იმიტომ შვება, რომ ძალის დემონსტრირება უნდა და სისუსტისგან შვება ამ ყველაფერს. თორე ეხა, როცა კონტროვერსიული გადაწყვეტილების მიღება გინდა, მაშინ აკეთებ ამას, როცა ყველაზე ძლიერი ხარ და ყველაზე დიდი მხარდაჭერა გაქვს და ეხა თვითონ არიციან რა მხარდაჭერაა? ხო, მაგრამ თვითონ ოპოზიციამაც ვერ შეძლო, ხომ, რეალურად ავტოკრატიის გამო, იმიტომ რომ ოპოზიცია ვერ გათავისუფლდა პიროვნების კულტისგან, მაგრამ ახლა თავისუფლდება და გათავისუფლდა უკვე. ანუ ნაციონალური მოძრაობისგან? მათ შორის და არა მხოლოდ სისტემური ამბავია. აი შეხედა მარტოდ მიშა ხო არა, მაშაში ხო არ არის საქმე. ეხაც ხაზარაძემ გადაწყვეტა არჩევნებში შევარდნა, მე რა რომ მისი ამომრჩეველის დიდი ნაწილი იყო წინააღმდეგი, მე რა რომ მისი ნახევარი პარტია იყო წინააღმდეგი, მე რა რომ მისი ყოფილი პარტნიორები ოპოზიციური პარტიები იყვნენ წინააღმდეგი. აი ფული მაქვს, აი ჩემო მე ვწყვეტო ამ მე უკვეთავ მუსიკას, მე ვიხდი რადგან მე ვიხდიო და შევარდა არჩევნებში და ესეთი რამე გააკეთა. ხო, ეს რომ დემოკრატიული ძალა ყოფილიყო და იქ რომ გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიული წესი არსებობდეს, ვერ იზავდა ამას ხაზარაძე. ვერ გააკეთებდა წესების შებოჭავდა. ეს არის დაამნიშნულოვანი, რომ ჩვენ შევთანხმდეთ თამაშის წესებზე. ხაზარაძეც თუ გადაწყვეტს, რომ უცებ დემოკრატიული თამაშის წესებით უნდა თამაში, სახელებში და გვარებში არ არის პრობლემა. იმ რაღაცა კოორდინაციაში, რა კოორდინაციაში ჩვენ ვართ, ბევრი ისეთი სახელი და გვარია, რომელიც დასანახად არ მინდა საერთოდ. შეგიძლიათ გითხრათ, აი კოორდინაციაში რეალურად ვინ ხარ? ხაი ხელი ხა განცხადებები ისი სახელითაც გამოდის, ხო? თან იმითი ანბანით ჩამოვყვევი ეს წესი გვაქვს, რომ ძლივს არის ჩხუბი, ვინ პირველი იქნება და ვინ მეორე, ან სიტყვით გამოსვლებზე ან იმაზე, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ნაციონალურ მოძრაობასთან ეს ამის გადაწყვეტა იყო შეუძლებელი. ანბანით გამოვდივართ. პირველობა უნდა და არავინ აღარ ჩხუბობს. მართლა შაშვის გალობა და ბულბულის ტვენა ისმის, რომ ხვდებით ერთმანეთს, საქმეზე ფოკუსირებულები ვართ. არავინ ერთმანეთს ნაცები არ არიან შიგ და იმიტომ არა მიდის ჩხუბი იმაზე მიშაზე ისე რატო თქვი აბა ჩემის მე რამდენად გავდივარ მე ყველაზე დიდი ვარ ანუ თავისუფალია პროცესი ამისგან და ბევრად უფრო ფოკუსირებულები ვართ ეს არის ახალი გირჩი დროა ევროპული საქართველო მოედანი ფედერალისტები და ბოლოს შემოგვემატა აი ბოლო აქციაზე ეროვნულ დემოკრატიული პარტიაც ანუ 7 ვართ და ამის გარდა უამრავი სამოქალაქო ჯგუფია რომელთანაც თანამშრომლობთ არანაირად არ გვინდა ეხლა იმის თქმა რომ რაღაცა ეს სამოქალაქო ჯგუფები ჩვენი პარტიული მხარდამჭერები არიან ან ასე შემდეგ ესე არ არის მაგრამ რაღაცა საერთო პროექტი ეს კოორდინაცია მიხარით აი მაგალითად უნდა მომამზადოთ 28 ნოემბრის აქცია ხო 26 ოქტომბრის აქცია რეგისტრაციის პროექტს ვაკეთებთ მუშაობთ ამაზე ხო რომ სადღაც 20,000 პროტესტის მონაწილის მონაცემი გავიგოთ რომ მე გავიგოთ ეს ხალხი რო არსებობს როგორია ეს ხალხი რომ მსგავსი ხალხი თქვენ უშუალოდ პროტესტის გაძლიერებაზე პროტესტის გაძლიერებაზე იმიტომ რომ რაც ხდება ოცნება რომ იფშვნება ეხლა და ესეთი რაღაცები ხდება ეს სუმა პროტესტის შედეგია სალომეზურაბიშვილი ოღონდ რა გვინდა იცი რომ პროტესტის გაძლიერება იმაში კი არ გამოიხატება ამით რომ აი ეხლა უნდა გადაიკეტოს რაც ხდება ეხლა რომ მოძრაობს პროტესტი რო ვერ აჩერებენ ხომ არა იქ ხომ შიმშილობენ ადამიანები ესეც ხდება პროტესტის უკიდურესი ფორმა ხო მე მიმდინარეობს ყველას მოუწოდებ რომ შეწყვიტოს შიმშილობა მე არ მიყვარს წამზომის ჩართვა წამზომი უნდა კონდეს ჩართული რატომ ფიქრობთ რომ აზრი არა ჩვენთვის ჩართულ წამზომად მივიღებთ ანუ წნეხია იქ რომ ვიღაცა ცუდად გახდეს ისტრესება პროტესტი ხო და პროტესტი გრძნობს თავს უძლურად და არა ბიძინა ივანიშვილი არგილ საუბრიათ ამაზე პირისპირ გედევან ფოფხაძეს არ უთხარით მე არ ვისაუბრია გედევან ფოფხაძესთან პირისპირ ზოგადად ადამიანი როცა საშიმშილო ჯდება მასთან საუბარს ზედმეტად მივიჩნევ
მიიჩნევ ხოლმე, იმიტომ რომ მინახავს ელენე საშიმშილო დამჯდარი და არანაირი აზრი არ აქვს შეგონებებს. საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს და ამიტომ ხა ამას მე საჯაროდ ვლაპარაკობ. გულისკენა აქვთ მათ რომ რაღაცა სოლიდარობის ჯგუფი არ არსებობს რეალურად და მალე ერთმანეთს ვერ მოუგუგლით. სოლიდარობა არის ეს, რომ ნუღა შიმშილობთ. ადექით, წამზომრი ნუ გაქვთ ჩართული ჩვენთვის. ანუ ჩვენ ვამონათებთ ხო? ეხა ბიძინა ივანიშვილს საერთოდ წარფსაც არ იხრის და გეხართ და თურმე ჩვენ საყედურებთ რომ რაღაც სოლიდარობის ჯგუფი არ შევქმნით, გედება ფოფხაძისთვის. ნუ შიმშილობთ, ნუ რავინ. ფეხზე კიდია ბიძინას თქვენი შიმშილობა და ჩვენზე გადმოდის ეგ წნეხი და პროტესტის მონაწილეებზე გადადის ეს წნეხი და პროტესტს წარმოაჩენს სუსტებად. და ეს იყო ჩემი პოზიცია ყოველთვის შიმშილობასთან დაკავშირებით და იმას გავიმეორებ ეხაც. სალომე ზურაბიშვილზე გკითხეთ და უნდა დავასრულოთ. ამ კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილი არის? კი, რასაკვირველი არის საგარეო თემას, ანუ ჩემი აზრით ალტერნატივაა საგარეო თემა. რა ფუნქციაა? არა, აქციაზეც ახლა ერთად ვიყავით, ხო? ამ აქციას, ანუ ყველაფერში მონაწილეობს, მაგრამ პროცესში სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტის როლი არის ძირითადად საგარეო წარმომადგენლობა, რა როლიც აქვს პრეზიდენტს, ის როლი აქვს შენარჩუნებული, რასაკვირველია ყველაფერ სხვაში მონაწილეობს და კოორდინაციაში ვართ მასთანაც, აქციები იქნება ეს თუ რაღაც სხვა პროექტები თუ თანამშრომლობის შესახებ იდეები, ამასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, მაგრამ ამის მიღმა ჩემი აზრით სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პარტიის აზრით უალტერნატივოა დღეს საგარეო ფრონტზე რომ წარმოადგინოს ჩვენი ინტერესები და საბოლოო ჯამში საერთაშორისო თანამეგობრობის თქვათ ერთგვარი როგორ თქვა პარტნიორობით მე უკვე შევძლოთ ჩვენ თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ეს არჩევნები ვიღაცა ანუ მაინც გარიყეთ ნაციონალურ მოძრაობა აი ამ 8-იანიდან. მე არ გამირიხავს არავინ დემოკრატიული თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი ანუ თავს ნიშნავენ ნაციონალური მიშა სააკაშვილი რიყავს ხო რომელიც იმის შესაძლებლობასაც არ გვაძლევს რომ როცა რაღაცა ევროპულ ინტეგრაციაზე ვატარებთ აქციას პატივი გცეს სხვა პარტნიორი პარტიის თუ პარტნიორობა უნდა ჩვენთან ლიდერებს და თავზე ნუ გვაფხატებს ამ თავის ხატს. ხო, არ აქვს შენ თავისა კერპი, არცა ყოვლადე მსგავსი, არ ამსახურებდე მას. არ ვიცი, ეს არის წესი, ხო? ამ წესზე გაიზარდა თაობები, დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციისკენ მივისწრაფით. კერპებს რატომ ადებ თავზე? თამარ და ლელოსთვის კიდია კარი ღია თუ დაიხურავა საბოლოოდ. კიდევ ერთხელ დემოკრატიული თამაშის წესებზე ვინც შევთანხმდებით, ხო? ყველასთვის ღია. მე უბრალოდ არ მჯერა მამუკა ხაზარაძესთან, რომელიც ყველას თავის რაღაც დაქირავებულად განგვიხილავს, არ შეუძლია თანასწორი პარტნიორობა უბრალოდ ვერ ხვდება რომ ამ პოლიტიკაში მარტო გადახდა არ არის საქმე. თორე როში იყოს მარტო გადახდა საქმე იყიდდა ხო ეგეც და ვერ ყიდულობს. ვერ ყიდულობს რო ყიდო იყოს შესაძლებელი ხო იყიდდა ჭუიან ხალხს. ვერ ყიდულობს. და ამიტომ თუ შეწყვეტს ჩვენი მისი პარტნიორების დაქირავებულება ყურებას, რომ მისი რაღაცა დავალებები უნდა შევასრულოთ. თუ შეეგუება იმას, რომ მისი ყველაფერი ჩვენ არ მოგწონს და ამის შესახებ საჯაროდ ვილაპარაკებთ. და ამიტომ რომ ჩერგო მაკრიტიკებს და ამიტომ TV პირველმა უნდა დაბლოკოს და არ გამოჩნდეს ეთერში, ხო? სასაცილოა, კომიკურია. ესე კიდევ ერთ თემაში მოხვედით წინააღმდეგობაში ლელოსთან, ეს ეხება პროტესტს არაბული ინვესტიციის იგლჰილსის. მე მამუკა ხაზარაძესთან მაკითხვა რომ რა, ანუ შეიხმა ნახიანმა რომ საქართველოში 6 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება მოინდომოს ჩვენი ხელისუფლების პირობებში ის უარს იტყვის, იმიტომ რომ არაბები არიან. მე რამდენიც არ უნდა იყვიროს იმაზე რომ აი ეს იმიტომ რომ არაბები არაფერ შუაში აი კონტრაქტია დაფარული ამ სახელმწიფოში ყველაფერი არის დაფარული სახელმწიფო არის მიტაცებული სახელმწიფო არის გადაქცეული ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად 1700 ბავშვი რომ მის ინსულინის გარეშე რჩება 570,000 ბავშვი რომ საზღვარგარეთ უცხოეთში სწავლის რავი აი გენეტიკური კოდი რაც არის ჩვენი აი ქართული ღრმა ტრადიცია დასავლეთში განათლების მიღება და დაბრუნება ხო ამ ოცნებას რო უკავ შენ არაბულ ინვესტიციას არაბებს რატო ეცი მაინდა-მაინც და რატო ეცი იმ შეიხს რომელიც ამერიკის არაბულ სამყაროში ყველაზე მჭიდრო სავაჭრო პარტნიორია და რავი აგერ მაისში იყო ტრამპი ჩასული მაგტურის ფარგლებში და 1,6 ტრილიონი მე დაიწყებენ განსხვავებებში აქ ხელოვნური ინტელექტია საუბარი აქ მიწაზე არ არსებობს ხალხო არანაირი ინვესტიცია ყურადღების გადატანის მცდელობა ივანიშვილმა უბრალოდ სცადა რომ აი ჩვენს ვდებთ ინვესტიციას და აჩვენოს იმიტომ რომ რეალურად მძიმე მდგომარეობა აქვს მაგ თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ რუსეთზეა ჩამოკიდებული და სათქო არასავით არც ვიცი ეგრე ქონდა დაგეგმილი თუ არა დაეტაკნენ ესენი არაბებს და რა ხდება იცი ემა რამდენი რუსულ პოლიტიკაზე ახლა ვიდეო ჩავწერე ან რეჟიმის რუსულ პოლიტიკაზე ვიღაცა ბოტები მესევიან სამთავრობო ბოტები არიან სავარაუდოდ მაგდენიჭკუა იყოფოდათ რომ რა დროს რუსეთია როცა რაღაცა ვირტუალური არაბების შემოსევაზე ლაპარაკობს ეს ხალხი და რა დროს ვირტუალური არაბეთის ურდოები არის ხალხო ანუ მე რა არის იცი რომ ყველაზე უსინდისობად რა მგონია იცი რომ როდესაც შენ იცი რომ რაღაც ისტორიული შიშები არის ჩაბუდებული ადამიანებში და ზოგადად ძალიან ევოლუციურია უცხოს მიმართ შიში და პოლიტიკური ლიდერი
ნებისმიერი ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდო ამ შიშს და ისეთი რამე ილაპარაკო, რაც საბოლოო ჯამში შენ თვითონვე შენივე სიტყვების მძევლად არ გაგცნობ. მე ვაპირებ ამ ქვეყნის მთავრობაში მოსვლას და არაბულ ინვესტიციასაც ჩავადებინე მენდომება. ვინ ატრებ არაბულ ინვესტიციაზე? ზოგადად იქნება თავისუფალი სასამართლო. იქნება შეკავების და გაწონასწორების ისეთი მექანიზმები. ფუნქციონალური პარლამენტი, რომ ეს ყველაფერი მოხდეს გამჭვირვალედ. ივანიშვილის რეჟიმია პრობლემა, რომელიც ესეთ გარიგებებს, რომელიც ჩემი აზრით უბრალოდ ვირტუალური გარიგება, არანაირი გარიგება სამართლე. თეორიულადაც კი გამორიცხულია, ასე ვთქვათ, საპარლამენტო არჩევნების. არა, ლაპარაკობთ. აი როგორც აი ხა თეორიულად გამორიცხული. ერთი ექსიტის ტიპი მე შენთვის რო ეთქვა, რომ ღარიბაშვილს დაიჭერს ბიძინა ივანიშვილი და ღარიბაშვილის სახში შევარდება და 7 მილიონს ამოიღებენ და მთელი ქვეყნის წინაშე შეარცხვენენო. რამდენად რეალისტური მოგეჩვენებოდა? ну მას შემდეგ რაც თვითმფრინავის სკანდალი გასკდა, ხა ყველას ჰქონდა ესეთი მოლოდინი, ესეთი პირდაპირი მოლოდინი არა, მაგრამ ყველას ჰქონდა მოთხოვნილება, რომ რეალურად ასე ვთქვათ, მოთხოვნილება რამდენი რამის ხო, ბევრი რამის მოთხოვნილება. მე შენი მოთხოვნილება არაფერ შუაში არ არის, ხო, რეალურად მოხდა ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა იეჭვიანა ადამიანზე, რომელიც იყო არარავობა, მოიყვანა, გამდიდრა, ჩააცვა, დაახურა, კაცადაქცია, ასე ხედავს და ამასობაში ბიძინა დასანქცირებულია და ეგ არა.